მოგესალმებით, მე ვარ ჟანა თევდორაძე, ქალაქ ქუთაისის ნომერ 23 საჯარო სკოლიდან. წარმოვადგენ დიოფანტური განტოლების გამოყენების მაღალიც პრაქტიკაში. ფეხბურთის გუნდის მწვრთნელმა გადაწყვეტა ბავშვების საფეხბურთო შეხვედრაზე წარიყვანა. ამისთვის აუცილებელი იყო ახალი ფორმის შეძენა, რომლის ღირებულება 48 ლარში აღწევს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბავშვებს მხოლოდ 2 ლარიანი და 5 ლარიანი კუპიურები ჰქონდათ და არ იცოდნენ, როგორ გადაეხადათ საფასური. მოდით მას დავეხმაროთ ერთად, გადაიხადა მაისურის ღირებულება, თან ისე რომ გამოიყენონ დიოფანტური განტოლება, რომლის ძირითადი ფორმულაა AX დამატებული BY უდრის C-ს. ჩვენ შემთხვევაში 2X დამატებული 5Y უდრის 48-ს, სადაც X-ი არის 2 ლარიანი კუპიურების რაოდენობა, Y-ი არის 5 ლარიანი კუპიურების რაოდენობა, ხოლო 48 მაისურის ღირებულება. იმისთვის, რომ გაგვიადგინოთ ეს გამოსავლის პოვნა და შევძლოთ ბავშვების დახმარება, გამოგიყენოთ სინჯვის ხერხი. ზემოთხსენებული ფორმულიდან გამომდინარე, Y-ი უდრის 48-ს გამოკლებული 2X-ი შეფარდებული 5-დან. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კუპიურების რაოდენობა აუცილებლად ნატურალური რიცხვი უნდა იყოს. ასევე 48-ს გამოკლებული 2X-ი უნდა იყოს 5-ის ჯერადი რიცხვი. ეს მოხდება მაშინ, თუ 48-სა და 2X-ის სხვაობა მოგცემს 0-ს, 10-ს, 20-ს, 30-ს ან 40-ს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ X-ი მნიშვნელობას მიიღებს 4-ს, 9-ს, 14-ს, 19-ს ან 20-ს. შესაბამისად Y-ი 8, 6, 4, 2 ან 0. ამ შესაძლო ვარიანტებიდან ბავშვები აუცილებლად ერთ-ერთს აარჩევენ და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ დავეხმაროთ პრობლემის გადაჭრაში, თან ისე, რომ გამოვიყენოთ დიოფანტური განტოლება. მადლობა ყურადღებისთვის.